მოგესალმებით. დღეს მინდა გაჩვენოთ როგორ იქსოვება აჟურული უზური, რომელიც ფოთლების სახელით არის ცნობილი. უზურის ანგარიში შედგება 17 თვალისგან. სანამ ჩამოვაწყობ, გეტყვით, რომ როდესაც დიდი ზეთის მოქსოვა გვინდა, ან მე მაგალითად ეხლა ტესტს ვაკეთებ, სამკუთხედი ისა მოსასხამი მინდა გავაკეთო და როგორი გამოვა. როდესაც ვთქვათ, რამდენიმე გჭირდებათ, შეგიძლიათ იმდენჯერ 17, ანუ ეს ანგარიში არ უნდა დაირღვეს და საწყისი და ბოლო თვლები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა მე მინდა ავკრიფო ჭხირზე 17 თვალი და პლუს 2 თვალი, ეს გამოვა ჯამში 19 თვალი. პირველ რიგს ჩვეულებრივად გავივლი, როგორც გვიჩვენებს ისა მხარე, ანუ უკანა მხარეა ეხა ჩვენ შემთხვევაში და გავივლი უკუღმა თვლებით, რადგან სიმყარე გქონდეს, რომ გაჩვენოთ კარგად. სანამ გავივლი ამ რიგს, მინდა გითხრათ, რომ ეს სახე, ეს უზორი ძალიან ლამაზი არის, ანგორას ძაფით მოქსოვილი, მაქვს პატრე მოქსოვილი კაბა და ანუ ზედა კარდიგანი იქნება თუ პულოვერი იქნება, ძალიან უხდება. სიფუმფულე უხდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დავარდნილი ხარისხის ძაფსაც, ანუ სადაც ვისკოზა, სადაც ბამბა მოუხდეს. ეხლა ნახეთ, როგორ არის, ვიწყებთ უკვე უზორის ჩამოწყობას და სქემის მიხედვით მინდა რომ გაჩვენოთ, ანუ პირველი თვალი გვაქვს ჩვენ უკუღმა, შემდეგ გვაქვს 12 წაღმა, მოვგზავნოთ 12 წაღმას და 12 წაღმის შემდეგ არის 2 თვალი ერთად, აი მივალთ ეხლა იქამდე და გაჩვენებთ ამასაც, ანუ 2 თვალი იქსოვება ერთად, ოღონდ მარცხნიდან მარჯვნივ უნდა წავიდეს ეს კლება და ამიტომ უკანა მხრიდან ვაკეთებთ ამ კლებას. აი ასე უკანა მხრიდან გავაკეთებთ ამას, შემდეგ არის ნამატი, წაღმა თვალი და უკუღმა. ეს უზორი იქსოვება უკანა მხრიდანაც და აქვს პატარა ნიუანსი, რაც უნდა გავითვალისწინოთ და ახლა თქვენ გაჩვენებთ ამას, შემდეგ შემოტრიალებებზეც გექნებათ ამისი შესაძლებლობა რომ ნახოთ. ესე იგი, რა ადგილასაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული ნამატი წინა მხარიდან, იმის გვერდით მხარეს ვაკეთებთ უკანა მხრიდან, ანუ ნახეთ როგორ არის ფოთოლს აქ ღერო და მე შემდეგ ფოთოლია, ანუ ესეთი სახე ექნება მთლიანობაში და ამას ნახავთ ცოტა რამდენიმე რიგის გავლის შემდეგ. აქ ეხა გამოგვდის, რომ ჩვენ ჩვეულებრივად ვაკეთებთ 2 თვალს, ანუ კლებას 2 თვალით და 12 გქონდა და ვაკელით, დარჩა 11, გავივლით იმას რა ქვია, ახლა იქნება 10 რიგი უკვე, რადგან მოუკლებთ, ის 10 თვალი უკაცრავად, 10 თვალს მოვგსოვთ და ასე ნელ-ნელა უახლოვდებით ფოთლის ფორმის მიცემას. ანუ სქემის მიხედვით ხოლმე შეიძლება გერთულოთ რამე უზორის გაკეთება, მთავარია რომ გაიგოთ პრინციპი როგორ იქსოვება და მე მარტივად მიდის, ეხლა მე უკვე არც მჭირდება ნახატში ჩახედება, მაგრამ თქვენთვის რომ კარგად მიხვდეთ ნახატიდან როგორ უნდა ისა სქემიდან როგორ უნდა გადმოვიტანოთ და როგორ გავაკეთოთ უზორები. შემდეგშიც აუცილებლად ძალიან ბევრი და ამაზე უფრო რთული სქემები გვექნება და განვიხილავთ ხოლმე ამ სქემებს, ასე რომ გამომყევით და ყველაფერი იქნება ძალიან ნათელი და არ გაგიჭირდება. თავარია ქსოვისგან უნდა მიიღოთ სიამოვნება და განტვირთვა. აქაც ანუ იგივენაირად ვაგრძელებთ, აი როგორც ხედავთ, ფოთლის ღერო, ანუ ერთი თვალი მიყვება ზოლად და მატებები კეთდება ფოთლის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან, ხო? ანუ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც წაღმა მხარეს ვქსოვთ ფოთლის
ჯერ ნამაც ვაკეთებ და შემდეგ ფოთლის ღეროს თვალი უნდა გამოვიყვანოთ, ხოლო უკუღმა მხარეს პირიქით, ხო? ანუ სადაც ჩვენ ნამატი გვაქვს, იქ აღარ უმატებთ იმ მხარეს, ის უნდა გამოიქცევოს, ოღონდ ღეროს გვერდით ვაკეთებთ ამ ნამატს. აი სქემაშიც რო არ ჩავიხედოთ, ძალიან მარტივად არის გასაგები ეს საკითხი. ეხა ეტაპობრივად მიდის კლება, აი ამ ანუ თავიდან 12 თვალი რაც დავიწყეთ, ანუ ყოველ რიგში უკლებთ და მივიდეთ 3 თვლამდე, ანუ 3 თვალი უნდა დაგვრჩეს მაგ ადგილას, იქამდე ვაკეთებთ. ანუ ეს ნაწილი იკლებს, ხოლო სადაც ნამატებს ვაკეთებთ, ეს ნამატები ხო შეამჩნევდით, რომ არ არის დაფარული ნამატები, ხო? ანუ არის ღია ნამატი, რას ნიშნავს ეს, რომ უნდა ჩანდეს ნახრეტი, ხო? ანუ უნდა იკითხებოდეს ნამატი კარგად. ამიტომ ძალიან ესეთი ლამაზად ჩაწყობილი თვლები გამოდის და შემდეგ როდესაც ნაქსოვი ირეცხება, მე უფრო კარგად ჩანს ხოლმე ეს ყველაფერი. ქსოვთ ახლა ვაგრძელებთ ქსოვას და ნახავთ თქვენ აქ კარგად, აი გაჩვენებთ კიდევაც სად არის აი ეს ფოთლის ღერო, რასაც გულისხმობდი და აი საერთოდ აღარ უყურებ სქემას, ხო? უბრალოდ აქ არის გააზრებული პრინციპი. აი ნახეთ, აგერ არის ის ერთი რიგი, ისა თვალი, რომელიც მიყვება და ჯერ ვაკეთებთ ნამას და აი გვერდით გაკეთებული ნამატი, რომელიც არის, იმას უკვე ვქსოვთ. და ასე გრძელდება. სანამ არ მივალთ, ანუ სანამ არ მივა ის ადგილი, სადაც 12 თვალი გქონდა, იქ უნდა დაგვრჩეს 3 თვალი. გავაგრძელოთ უკვე მალე ვიქნებით იქ და ნახავთ ძალიან მარტივად მიდის პროცესი. საერთოდ თეთრ და ღია ფერის ძაფს უხდება ძალიან, ან ბეჟი ფერის ძაფს ძალიან უხდება ეს უზორი, მაგრამ თუმცა არც მუქძაფზე არის ცუდი, ანუ რეალურად ძალიან ბევრ რამეზე არის ხოლმე დამოკიდებული ნაქსოვის ეფექტურობა. სწორედ უნდა შეურჩიოთ ძაფის ხარისხიც, სწორედ უნდა შევარჩიოთ ფერიც, ანუ უნდა შეიძლება ერთი და იგივე სახე სხვადასხვა ძაფის და ფერის და ხარისხის ძაფზე სხვადასხვანაირ ეფექტს ტოვებდეს, ასე რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და უნდა დაკვირვებით და გულდასმით შევარჩიოთ. მე მაგალითად ყოველთვის ვიბაძლევ რეკომენდაციას ყველას, რომ აუცილებლად უნდა მოგქსოვოთ ხოლმე ნიმუში. ეხლა ეს ფაქტიურად ნიმუში იქსოვება, მაინტერესებს ამ კონკრეტულ ძაფზე როგორ დაჯდება ეს უზორი და რა ეფექტს მივიღებ და შემდეგ გადავწყვიტავ მოგხსოვ თუ არ მოგხსოვ ამ ძაფით ის რაც მე მაქვს ჩაფიქრებული. თქვენც ასევე გირჩევთ, რომ როდესაც გადაწყვეტ რამის მოგხსოვას, აუცილებლად იმ ჩხირით, იმ ძაფით მოგხსოვოთ, რითაც აპირებთ, რომ ეს ზედა იქნება თუ ნამუშევარი სულ ერთია მოიქსოვოს, რადგან და გქონდეთ წარმოდგენა შემდეგ როგორ ფორმებს და როგორ სახეს მიიღებს. ანუ თქვენი ნიმუში უნდა მოგხსოვოთ, უნდა გარეცხოთ, გააშროთ, ორთქლის უთოთი დააუთავთ, ანუ ყველა ეს პროცესი უნდა გაატაროთ, რაც ნამუშევრის დასრულების დროს კეთდება ხოლმე და მიიღოთ სრულყოფილი ნიმუში და მაგის შემდეგ გადაწყვიტოთ, გაწყობთ თუ არ გაწყობთ კონკრეტულ ძაფზე მუშაობა. მივედით იმ ადგილამდე, სადაც დაგვრჩა 3 თვალი, ანუ კლების შედეგად მივიღეთ, რომ
დასაწყისში გვაქვს 3 თვალი, ანუ ერთი მხარე შემცირდა, ხოლო მეორე მხარე გაიზარდა. და ეხლა დავიწყებთ უკვე საპირისპირო მიმართულებით გაკეთებას. აქ პატარა ნიუანსია კიდევ გასათვალისწინებელი. ანუ მივყვებით სქემას და ერთი უკუღმა წაღმა ნამატი კეთდება და აი ეს ორი ერთად უკვე უნდა სხვანაირი, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ უნდა იყოს მიმართული. ამიტომ მე როგორც ქსოვ უკანა მხრიდან გამოყვანილი თვალით უნდა შემოვატრიალოთ, რადგან წინა მხრიდან უნდა გამოვიყვანოთ ეს თვალი წაღმა თვალის შემთხვევაში. და ანალოგიურად ვაკეთებთ, როგორც წინა შემთხვევაში, ანუ უბრალოდ გადაადგილებული არის სახე, ხო? ანუ სადაც ნამატები კეთდებოდა წინა, ანუ დასაწყისში იყო მარცხნივ, ეხლა მარჯვნიდან კეთდება. დანარჩენი ყველაფერი იგივე პრინციპი არის და აი აქ უკუღმა მხარეს მივალთ ეხლა იმ ადგილას, სადაც უნდა გაკეთდეს ნამატი, აქაც ანალოგიურად არის, ანუ ფოთოლი კეთდება და ღერო, ანუ ღერო არის ერთი თვალი გასწვრივ და ამ თვალის გარშემო წინიდან და უკნიდან კეთდება ნამატები, ანუ თუ წაღმა მხარეს ერთ მხარეს ვაკეთებთ, უკუღმა მხარეს მეორე ადგილას, ანუ აი ამ ფოთლის ღეროს აქეთ და იქით, ანუ მარჯვენა და მარცხენა მხარეს კეთდება ეს ნამატები. ანალოგიური პრინციპია და ანალოგიური სტილი, როგორც წინა შემთხვევაში. და ასე გრძელდება სანამ აქაც არ დაგვრჩება ის 3 თვალი, რომელიც უკვე მიგვანიშნებს, რომ უნდა დავიწყოთ უკვე მეორე ანუ ეტაპი, უბრალოდ მესამე ეტაპი, ანუ როგორც ვიწყებთ ის იგივენაირად დაიწყება ქსოვა, ანუ 12 წაღმა და შემდეგ ფოთოლის გამოყვანა, ანუ ნამატების კეთება. აქ მინდა კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ, როგორ კეთდება კლება, ანუ უკუღმა მხრიდანაც ადგილს უცვლი თვალი უნდა შემოტრიალდეს, რომ სწორედ ისეთი მიმართულებით წავიდეს. კლება როგორც გვჭირდება, ანუ კიდევ გავიაზროთ, რომ დასაწყისში გვინდოდა მარცხნიდან მარჯვნივ წასულიყო კლება, ხოლო ამ შემთხვევაში, ანუ მეორე ნაწილზე გვჭირდება, რომ მარჯვნიდან მარცხნივ წავიდეს, ხო? და ანუ ფორმირება ხდება მარცხენა მხარეს ფოთლის და პირველ შემთხვევაში ხდებოდა მარჯვენა მხარეს. აი ასეთი არ არის რთული, ანუ მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ მარტივი პრინციპია ქსოვის, საკმაოდ ძალიან ორიგინალური და ლამაზი გამოდის. შეგიძლიათ გააკეთოთ რეგლანით და იქ გამოიყენოთ მთლიან ზედაზე, შეგიძლიათ მხოლოდ კლავებზე გამოიყენოთ. ბევრი სტილის შეგიძლიათ მოქსოვოთ აი ამ узორით. და მინდა რომ ეს პროცესიც ბარემ ბოლომდე მივიდეს, ანუ რომ მთლიანობაში ნახოთ თქვენ როგორი გამოვა, ეს არის ეხლა რასაც მე გაჩვენებთ არის ერთი მთლიანი სრულყოფილი სახე და შემდეგ უკვე მეორდება ისევ პირველი რიგი როგორც არის, ანუ სქემას რომ მიყვეთ, ორი ფოთოლი ჯდება, ხო? სქემის მიხედვით, ანუ ერთი ხდება მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. და ეს არის ერთი მთლიანი სახე და სქემის მიხედვით გაკეთებული სტილი. როდესაც ვაგრძელებთ ქსოვას, ისევ მე ახლიდან ვიწყებთ და იგივეს გავიმეორებთ ხშირად. იგივეს გავიმეორებთ, რაც ჩვენ როგორც დავიწყეთ ჩვენ ქსოვა თავიდან. აქაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ღეროს აქეთ და იქით დაუკვირდით, რომ არ შეგეშალოთ და სხვა ადგილას არ გააკეთოთ, ანუ დაუკვირდით იმას, რომ სადაც ნამატია გაკეთებული წინა
მაგალითად წაღმა მხარეს რომ ვაკეთებთ ნამატს, იმას გვსოვთ უკუღმა მხარეს, მაგრამ ვამატებთ კიდევ ერთ ნამატს, ხო? და აი ესე იცვლება და მონაცვლეობით ხდება ერთ მხარეს მოქსვა, მეორე მხარეს გაკეთება. საკმაოდ ეფექტური და ლამაზი ნიმუში გამოგვივიდა. შეგიძლიათ გამოიყენოთ თავისუფლად. სქემის სურათსაც დავურთავ, რომ თქვენ მარტივად ამოიღოთ და გამოიყენოთ და არ ეძებოთ ინტერნეტში. და თუ რამე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და მე ყველა შეკითხვაზე პასუხს გაგცემთ. ვისურვებთ წარმატებულ და სასიამოვნო პროცესს. ქსოვისგან უნდა მიიღოს სიამოვნება, ქსოვამ არ უნდა დაგტანჯოს. მთავარი პრინციპი ქსოვის არის და ხელსაქმის არის, რომ განტვირთვა მოახდინოთ, ტვინმა დაისვენოს, სხვა რამეზე არ იფიქროთ, მიიღოთ სიამოვნება და ცხოვრება გახადოთ მეტად მშვენიერი, ვიდრე არის. გისურვებთ წარმატებებს, საუკეთესო სურვილებით.